საბავშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მაშასე დღეს ხელს ასე იღებთ და აქ მუცელზე დებთ. ბოლოჯერ მუცელს შეეხეთ, რადგან დღეს გელით ეს საოცარი პრესის კუბიკები, რომლებიც ახლა აქ ამ პატარა გაუგებრობის ფენის ქვეშაა დამალული. და ეხლა ჩვენ მას მთლიანად მოვიშორებთ და ერთად მუცლის კუნთებს გამოკვეთავთ. გსმენიათ ოდესმე რა არის ეს? აი დღეს ნახავთ მას. ის ვარჯიშები, რომლებსაც თქვენთან ერთად გავაკეთებთ, რამდენიმე ეფექტს იძლევა. ისინი ამცირებენ მუცლის მოცულობას, ზრდიან წელის მოძრაობას ერთდროულად, ამიტომ სანამ ამ ყველაფერს დავიწყებთ, საჭიროა ტესტი ჩავატაროთ. გავზომოთ მუცლის მოცულობა და გავზომოთ ხერხემლის მოძრაობა. შედეგები აუცილებლად ეხლა ჩავწეროთ კომენტარებში საცვისად, შემდეგ კი კომენტარებში ისიც ჩაწერეთ, რა შედეგი მიიღეთ ამის შემდეგ. შეადარეთ და თავად გაკვირდებით. ასე რომ ბოლოს მუცელი კარგად მოისინჯეთ, დაემშვიდობეთ მას სამუდამოდ, რადგან ახლა ის აღარ გექნებათ, მის ნაცვლად გექნებათ ეს ყველაფერი. კუნთები, სწორი მუცლის კუნთი, მუცლის ირიბი კუნთები, მუცლის განივი კუნთი, ეს ყველაფერი ახლა ძლიერად იმუშავებს თქვენთან. თქვენი მთელი ცხიმი საბოლოოდ ამ ყველაფრად გადაიქცევა. მუცელი ჩაჯდება, შენცირდება, მანამდე სანამ ჩვენ სულად გავანადგურებთ ჩვენს მუცელს და გავხდით მას იდეალურად, ლამაზად, ბრტყლად და რელიეფურად. პირველ რიგში თქვენ უნდა გაიგოთ, რა საწყისი მონაცემები გვაქვს ჩვენთან. აქ ჩვენ ორ მაგ შედეგს მივიღებთ ჩვენი დღევანდელი ვარჯიშების შედეგად. ჩვენი შეხვედრის შედეგად ორმაგი ეფექტი გელით. პირველი, თქვენ გაზრდით თქვენი ხერხემლის მოძროგას, გაზრდით ხერხემლის მოქნილობას და პირველი ეს არის ის, რომ მუცელი მთლიანად ქრება, შეიცევს. და შარვალი, რომელიც თქვენთან ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებიდან მტვერს იკიდებდა, ბოლოს და ბოლოს თავისუფლად ეტევით მასში. აი ასე, თვალის დახამხამებაში. უკვე ვეღარსად გიჭერთ, არ იხევა, როცა ჯდებით. მოკლედ მეგობრებო, დასაწყისისთვის ვიღებთ მეტს და ვიზომავთ საწვის მონაცემებს ჭიპის დონეზე. ვუყურებთ მუცლის მოცულობას. შეგიძლიათ გაზომოთ ტანსაცმლის გარეშე ან ტანსაცმლით, მაგრამ ორივეჯერ ერთსა და იმავე ტანსაცმელში. დააკვირდით, რა მოცულობა გაქვთ საწყისად. აი მაგალითად, მე მაქვს 87.5, ანუ 87.5, 88. ეს არის პირველი, ასე რომ ყოველი შემთხვევისთვის გაზომეთ. გააკეთეთ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ნახეთ არის თუ არა სხვაობა მათ შორის, მაგრამ თუ მუცლით აღარ სუნთქავთ, თუ თქვენ გიმუშავებთ გუნკერდი, მაშინ განსაკუთრებული სხვაობა არ იქნება ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. ყოველი შემთხვევისთვის გაზომეთ, მაგრამ სხვაობა შეიძლება იყოს 1-2 სანტიმეტრი. აი მაგალითად, მე ჩასუნთქვისას მაქვს 88, ამოსუნთქვისას ცოტა ნაკლები იქნება. ამოსუნთქვისას რამდენი იქნება? ამოსუნთქვისას გამიხდება 86, თითქმის 86. თქვენს ნახეთ, გაზომეთ და ჩაიწერეთ ეს მონაცემები კომენტარებში წინასწარ, რადგან ბოლოსაც კიდევ ერთხელ ჩაიწერთ და ვნახავთ რა სხვაობა იქნება. ეს იყო პირველი გაზომვა. მეორე გაზომვა უნდა შეამოწმოთ, რამდენად დაბლა შეგიძლიათ დახრა. დააპენეთ ფეხები დაახლოებით მხრების სიგანეზე და ამ მდგომარეობაში დაიხარეთ. და ნახეთ, სადამდე წვდებით. მუხლამდე, ბარძაყამდე, წვივის შუამდე, ტერფამდე თუ იატაკამდე. თუ სადმე ფეხთან წვდებით, იქ მონიშნეთ ფლომასტერით. თუ იატაკამდე წვდებით, მაშინ იატაკამდე. ესეც გასაგებია. მოკლედ გავერკვეთ. ასე რომ საწყისი მონაცემები ჩვენთვის გასაგებია. კომენტარებში ჩავწეროთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შედეგები დაფიქსირებული იყოს, რომ მე არ თქვათ, არა, მე აქ არ ვიყავი, არაფერი ვიცოდი. ყველაფერი რომ გასაგები იყოს. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ვიწყებთ ჩვენი ცხიმის განადგურებას და ვაქცევთ მას ფოლადის ძლიერ რელიეფურ კუნთებად. 3 კუნთი, უпростоრად 4-იც კი, დღეს უნდა აღვადგინოთ და წესრიგში მოვიყვანოთ, რომ არ ჩამოეკიდოს და არ მოდუნდეს. მუცლის სწორი კუნთი, თქვენი კუბიკები, რომლებიც ცხიმის ფენების ქვეშ არის დამალული, გამოვაჩენთ მათ, ვიპოვით, რომ ყველამ დაინახოს, როგორი ძლიერია ისინი თქვენთან. გარეთ აირიბი კუნთი, აი ასე მიდის ბოჭკოები. შიდა აირიბი კუნთი, საპირისპირო მიმართულებით მიდის ბოჭკოები, აი ასე. მონაწილეობს მოტრიალებაში.
ერთ მხარეს ტრიალდებით, ერთი მხრიდან გარეთაირიბი კუნთი მუშაობს, მეორე მხრიდან შიდაირიბი კუნთი მუშაობს, ყოველთვის ერთად მუშაობენ. ხშირად ხდება, რომ ასე გვერდზე ვიხრებით, ეს უკვე იმავე მხარის გარეთა და შიდაირიბი კუნთების მუშაობაა. შესუნთქვისა და ამოსუნთქვის დროსაც მუცლის ირიბი კუნთები ნეკნებს ამოძრავებენ. ამოსუნთქვისას იძაბებიან, ვაკეთებთ ამოსუნთქვას. შესუნთქვისას მოდუნდებიან, ვაკეთებთ შესუნთქვას. მუცლის განივი კუნთი, სუნთქვის კუნთია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სწორედ ის აკალიბებს მუცლის ფორმას. როცა ჩვენი მუცლისგანივი კუნთი მოდუნებულია, მუცელი ასეც წინ გამოიშვერება. ხშირად კიდევ არის პრობლემა მუცლის სწორი კუნთით, როცა ის ასე შორდება ერთმანეთს. ამას დიასტაზი ეწოდება. მაგალითად, ორსულობის დროს ხდება, ან როცა ცხიმი გროვდება, არა მხოლოდ კანქვეშა ქსოვრში, არამედ შიგნითაც. აი აქ არის ცხიმი, ვისცერალური ცხიმი, ეს არის დიდი ბადეკონი. აქაც გროვდება და აქ იწელება მყესები, აპონევროზი და მუცლის სწორი კუნთი შორდება გვერდებზე. მაგრამ გახდომა რა სიზამ, მაგრამ ამაზეც დღეს გავერკვევით. მუცლის მოცულობას თქვენთან ერთად დაუნდობლად შევამცირებთ. მაშ, პირველი რითიც ვიწყებთ. აბა მეგობრებო, პირველი რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებთ, არის ის, რომ დავწვევით მუცელზე. წვევით მუცელზე, ვდებთ ხელებს წინ, დაახლოებით ისე, რომ ხელის გული იყოს აქ, ხელები მოხრილი გვაქვს, ხელის გული აქ არის. მაჯა დაახლოებით იმ დონეზეა, სადაც თავი მთავრდება. დავდეთ ხელები და ვიწყებთ ხელების გასწორებას. აი გავასწორეთ ხელები და ზურგში მოვიხარეთ. ასეთ მოძრაობას ვაკეთებთ 10 ჯერ. თუ 10 ერთდროულად არ გამოგივათ, შეგიძლიათ გააკეთოთ 5, ცოტა დაისვენოთ და კიდევ 5. იაოლე. გააკეთეთ 8, 9, 10 მოძრაობა. ცოტა დაისვენეთ, თუ დაიღალეთ, ხელების მეორე მდებარეობა. ცოტა ახლოს მივწევთ ჩვენსკენ. ამ მდგომარეობაშიც თქვენთან ერთად ვაკეთებთ 10 მოძრაობას. ეცადეთ ნელა გააკეთოთ, მაგრამ ისე თითქოს თქვენთვის გააკეთეთ დაახლოებით ასეთი სიჩქარით. ავიჩქაროთ 9, 10, 5-დან 10 ჯერ გააკეთეთ, როგორც დაიღლებთ, თუ ხელები იღლება, ნაკლებად გააკეთეთ, შეგიძლიათ ოდნავ ქვემოთ მხრების დონეზე. ეხლა ესეც გააკეთეთ, შეხედეთ წინ და თუ ამ მდგომარეობაში ბოლომდე ხელების გასწორება არ გამოგდით, მაშინ გაასწორეთ იმდენად, რამდენადაც გამოგდით. გააკეთეთ იმდენჯერ, რამდენიც გამოგდით. თუ ზურგში რამე დაიძაბა, დაბრუნდით წინა ვარჯიშზე. მდგომარეობას მიესადაგეთ მისვლები, რომლებიც გავაკეთებთ, გააკეთეთ. იმ მდგომარეობაში გააკეთეთ, სადაც ზურგში დისკომფორტს არ გრძნობთ. კიდევ უფრო დაბლა დაიციეთ ხელები. შეგიძლიათ ხელები უფრო ფართოდ დააწყოთ. თუ ბოლომდე არ გისწორდებათ, 10 ამ მდგომარეობაშიც. გააკეთეთ 10 მოძრაობა ან 5. თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გსურთ მუცლის შემცირება. სასურველია გააკეთოთ 10 მოძრაობა, 2-ჯერ 5, შეგიძლიათ გააკეთოთ. ყველა ამ პოზაში გახსოვთ, ჩვენ ვაკეთებდით ვაკუუმის ვარჯიშს, მაგრამ არა კლასიკურს, არამედ უფრო ეფექტურს. ჩვენ თქვენთან ერთად ჩასუნთქვისას არ ვაძლევდით მუცელს წინ გამოვარდნის საშუალებას და ამოსუნთქვისას კიდევ უფრო ვქაჩავდით მას შიგნით. ჩასუნთქვისას არ ვაძლევდით გამოვარდნის საშუალებას, ამოსუნთქვისას ვქაჩავდით შიგნით. და ეხლა ამავე მოძრაობას ჩვენ ერთად შევასრულებთ ყველა იმ პოზაში, რომელსაც ვარჯიშობდით. მაშ მეგობრებო, ვიწყებთ. შეგიძლიათ დასაწყისისთვის გამარტივებული ვარიანტი სცადოთ. აი ესე, წინა მხარზე უნდა დადგეთ. და ამ მდგომარეობაში ამოსუნთქვისას მუცელი შევწიეთ. ამოსუნთქვისას ვცდილობთ შევწიოთ მუცელი. და ჩასუნთქვისას არ აძლევთ გარეთ გამოსვლის საშუალებას, არ აძლევთ მოდუნებას. ინარჩუნებთ მუცელს შეწეულ მდგომარეობაში. ამოსუნთქვისას ისევ წევთ მუცელს. ჩასუნთქვისას არ აძლევთ მოდუნების საშუალებას, ინარჩუნებთ შეწეულ მდგომარეობაში. ასე ვაკეთებთ 5 ჯერ. 5 ჯერ გავაკეთეთ.
შემდეგ უკვე ხელებით ვიწევით ზემოთ, აი მაგალითად მხრების დონეზე დავაყენეთ, ეს უკვე როგორც თქვენთვის მოსახერხებელია, ვიღაც ამ მდგომარეობაშია, ვიღაც ამ მდგომარეობაში და ასევე ჩავისუნთქავთ. დაამოსუნთქვა, შევწიეთ მუცელი, ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ, მუცელს შევიწევთ და ასე 5 ჯერ გავიმეორეთ, დავისვენეთ, მერე კიდევ ერთხელ ხელებით ავიწიეთ, ჩავისუნთქავთ, ამოსუნთქვა, შეიძლება ცხვირითაც. ვისაც ცხვირი არ სუნთქავს, პირით ისუნთქეთ. აქ განსაკუთრებული განსხვავება არ არის, მაგრამ სასურველია ცხვირით გააკეთოთ ვარჯიში, თუ ცხვირი სუნთქავს. ესეთი მოძრაობები გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი პირველი ვარჯიში, იღებთ ვალიქს. ან ბურთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მას ასე მოიქცევთ მუხლებს შორის. ვიჭერთ, წვევით ზურგზე, გაჩვენებთ გამარტივებულ ვარიანტს და უფრო რთულს თავსდებთ. და ვიწყებთ მოძრაობას მუხლებით ერთ მხარეს და მერე მეორე მხარეს. ამ დროს ვალიქს მუდმივად ვიჭერთ აქ ფეხებს შორის. ერთ მხარეს გადავბრუნდით, მერე მეორე მხარეს და ასე ვაკეთებთ 10 ჯერ მონაცვლეობით გარეთ, შიგნით, მარჯვენა, მარცხენა. ერთდროულად ძლიერდება და იწელება ფიბროზული შეწებებები. მეორე მხარესაც, მაგრამ 20 ჯერ, 20 მოძრაობა გააკეთეთ, ერთ მხარეს გადაბრუნდით, მერე მეორე მხარეს. აქ მუშაობს მუცლის ირიბი კუნთები, მონაცვლეობით გარეთა, შიდა, მარჯვენა, მარცხენა ერთდროულად ძლიერდება და იწელება ფიბროზული შეწებებები, კუნთებს შორისაც ჩნდება მოძრაობა, ყველაფერი იწელება, იხევა, არასაჭირო კუნთები ძლიერდება. ეს უფრო მარტივი ვარჯიშია. უფრო რთული ვარიანტი კი არის, როცა ფეხებს წყვეთ იატაკიდან, ხელებზე ოდნავ ეყრდნობით და იგივე მოძრაობას აკეთებთ ერთ და მეორე მხარეს. ასევე ვაკეთებთ 10 ასეთ მოძრაობას მონაცვლეობით მარჯვნივ მარცხნივ. კუნთები მუშაობს, ძლიერდება, ცხიმი თვალწინ ქრება, კუნთები ძლიერ და ფოლადისებრ ხდება, წელი ჩნდება, სანტიმეტრები იკლებს, კილოგრამები ქრება. აი ესე მეგობრებო, ეს მეორე ვარჯიშია. შემდეგი ვარჯიში გავს მეორეს, მაგრამ აქ გვჭირდება რეზინი. რეზინს ვამაგრებთ აქ მუხლებს შორის. როგორც გინდათ შეგიძლიათ მუხზე მაღლა ან მუხზე დაბლა. ვინც როგორც გირჩევნიათ წვევით ზურგზე, წევთ ორივე ფეხს ზევით, ვჭიმავთ რეზინს და ვაკეთებთ იმავე მოძრაობას. ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. როცა რეზინით გააკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტი დატვირთვა ექნება ირიბი კუნთის გარე გვერდით ნაწილს. ეს სწორედ ის მოძრაობაა, რომელიც გვერდებიდან ეხმარება მოცულობის შემცირებაში, რომ გაჩნდეს წელი, რომ საკიდრებიდან ისევ ქამარზე გადახვიდეთ და თქვენი მუცელი გაგახაროთ თავისი ზომით და არ დაგთვიტოთ გული. ასევე ვაკეთებთ 10 ჯერ თითოეულ მხარეს. აბა, ჯერ არ დაიღალეთ. მაშინ შემდეგი ვარჯიში, რომელიც თლიანად ანადგურებს ცხიმს თქვენს მუცელზე. ფეხებს ზემოთ ვწევთ, ასე ვაბრუნებთ, ვდებთ, შეგიძლიათ იატაკზე დადოთ. ამ მდგომარეობაში იწყებთ ჩასუნთქვას, მუცელს ბერავთ და ამოსუნთქვა, 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 ამოსუნთქვა. მუცელი ჩაჭერით. ჩასუნთქვა, ასევე ვსუნთქავთ, ვბერავთ მუცელს, ამოსუნთქვა, ვჭერთ, ჩასუნთქვა, ვბერავთ, ამოსუნთქვა, გავბერეთ და ამოსუნთქვა ჩავჭერით. ასე ვაკეთებთ რეზინის დაჭიმულობა რო შევინარჩუნოთ. ასე აკეთებთ 10 მოძრაობას. შემდეგ მეორე მიმართულებით. ასევე ჩავისუნთქავთ, ვბერავთ მუცელს, ამოსუნთქვისას ვქაჩავთ. ჩასუნთქვა, ვბერავთ, ამოსუნთქვა, 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 ჩავქაჩეთ მუცელი 5-დან 10 ჯერ. მაგრამ მეგობრებო, ეს ვარჯიშები სადეთ გააკეთოთ ახლა ჩემთან ერთად, ვისაც არ გაუკეთებია და თუ ჩემთან ერთად. ვინც ჩემთან ერთად აკეთებდა, ახლა ვნახოთ როგორ შეგვეცვალა
მუცლის მოცულობა და ხერხემლის მოძრაობა. აბა მეგობრებო, მოდით ისევ შევამოწმოთ, ავიღოთ მეტრი და ვნახოთ. იგრძნობა ხო, როგორ დაიძაბა მუცელი, როგორ მუშაობდნენ კუნთები. მოდით ნახოთ რა გამოვიდა. ასე რომ მე მშვიდ მდგომარეობაში ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ეხლა 86 თითქმის 86 ნახევარი, არა 86 ზუსტად 96 ამოსუნთქვაზე. ამოსუნთქვაზე 83-ია. კარგი. ეხლა მოძრაობაც შეამოწმეთ, ნახეთ სადამდე წვდებით, მოძრაობაც იზრდება, მოცულობაც. აბა მეგობრებო, ეს ვარჯიში თუ მაინც სამჯერ კვირაში გააკეთებ ეს ყველაფერი. კომპლექსი. მაშინ თქვენი მუცელი წარსულში დარჩება, ხოლო მომავალს მეგობრებო შეხვდებით იდეალურად ბრტყელი მუცლით, რომელიც თითქმის ხერხემალს შეეხება. აბა რა?Айте. მოდი თქვენი მუცლები. ბოლოჯერ შეეხეთ და ვწერთ, ლაიქებს უწერთ, კომენტარებს ტოვებთ, ახალ გადაცემებამდე ძვირფასო მეგობრებო. შედეგი დაწერეთ შემდეგ. ეხლა ყველა ვინც მსუქანია, მათაც გაუგზავნეთ, ვისაც ზედმეტი მუცელი აქვს, ამ ვიდეოს გაუგზავნეთ, ნახონ რა უნდა გააკეთონ, რადგან ვარჯიში წოლაში სრულდება და ისინი როგორც წესი წოლა უყვართ. და მათაც ივარჯიშონ. ყველას კარგად.